მარტივად მისახვედრი არის, რომ ეგენი მაგას ვერ ჩაატარებენ. ვინ ვის გადაამტოვს მაგასაც უნახავ. ხომ არ არის დასაშვები ესეთი ჟურნალისტების წიხლის ქვეშ გაგდება. უბრალოდ კითხვებსო, ეგ ის მარეგულირებლის გასაგონად, მე უბრალოდ კითხვებსო, ხო არ არის აი ამათი სახით ასვალზე თრევა, სწორი პოლიტიკა, მე უბრალოდ კითხვებსო. როგორ სქემას ცდილობენ, იცი ახლა ეს ვირიშვილები გაათამაშონ, ანუ რაღაცა ისეთი მინიშნება, რომ ამაც ახლა პოლიციამ რეაგირება მოახდინოს, რომ რაღაც ვითომ აქ ვიღაცა შეეშინდება, გაიგე და აიმე ახლა ამათ პოლიციამ რამე არ მოახდინოს და მოდი აღარ დავაორგანიზებთ არაფერს. ხეხები არავის მოაჭამოთ, კაცო. აგერ ვაორგანიზებთ, ბოლომდე მივდივართ თუ ვინმეს რამე გინდათ გავი აგერავარ ტელევიზიაში ვაორგანიზებთ კი არა საერთოდ ვისაც კი რამე ეთქმის ამ ფლანგზე იმათ შეხვედრას ვაორგანიზებთ ყველა წამო იქ მე ჯგუფებს ვაორგანიზებთ იქ ვინც უნდა მოვიდეს და ეგენი რომ ვერ გაივლიან მაგის დაორგანიზებას ჩვენ ვაკეთებთ ვაიმე დედა ძალადობას ვემიჯნები არა როგორ შეიძლება და ეს ცუდი სანახავი იყო რომ გაეკიდნენ არა ეხა ეგრეც ხო არ შეიძლება ზუსტად ეგრე შეიძლება კი არა უარესად შეიძლება და ესენი თუ ერთად გზარ დააყენებენ უარესადაც იქნება ძალადობას არათუ ვემიჯნები ვემხრობი და თქვენც მოგიწოდებთ რამდენიმე დღით ადრე დაგეგმილდა საჯაროდ გაცხადებულ და ორგანიზებულ ძალადობას 5 ივლისს ჩემი კოლეგის ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე შეეწირა. ამ დღემდე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის გარშემო დისკუსიას ჯერ კიდევ ჰქონდა არსებობის უფლება. უფრო ამ დღის დილამდე, სანამ მაშინდელი პრემიერი ორგანიზებულ ძალადობაზე ნებართვას გასცემდა. ღარიბაშვილმა გაიმეორა ის, რასაც ალპინფოს წევრები ამბობდნენ, რომ ეს აქცია არ უნდა ჩატარებულიყო. ეს დაანონსებული მარში და მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზან შეუწონლად. მოსახლეობის უმრავლესობის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი. შესაბამისად მიმაჩნია რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე. ასე ადგა მაშინდელი პრემიერი და პირდაპირ მთავრობის ხდომიდან გამოაცხადა. აქცია არ უნდა ჩატარდესო. აქცია, რომელზედაც შავრაზმული მოძალადეები რამდენიმე დღით ადრე იმუქრებოდნენ და ყველანაირი მტკიცებულება არსებობდა იმისთვის, რომ ამ აქციაზე ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. არა ძალადობას კი არა. უერთებულები ხართ, იზალადოთ სამშობლოსთვის, იზალადოთ ქვეყნისთვის, იზალადოთ სიტყვის. აი ამ ადამიანებს მაშინ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ძალადობაზე მწვანე აუნთო. თან დაამატა უმცირესობების უფლებებს ქვეყანაში არ დავიცავთო. როდესაც 95% ჩვენი მოსახლეობის არის წინააღმდეგ დემონსტრაციულად პროპაგანდისტული, ასე ვთქვათ, მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას მეგობრებო ყველანი უნდა დავიმორჩილოთ. ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს. ივანიშვილის ხელისუფლებამ იმ დღეს არ დაიცვა არავინ, არც უმცირესობის წარმომადგენელი და არც უმრავლესობის, არც მოქალაქეები, არც მედია, არც ლექსო ლაშქარავა. ხუთივლის სასტიკად ნაცემი ლექსო რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. რუსული ძალების ძალადობას შეწირული ოპერატორი ხელისუფლებამ არც სიკვდილის მერე დაინდო და რუსული პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციების კვალდაკვალ გარდაცვალების დღიდანვე მისი გაშავება დაიწყო. ლექსო ვერ გააშავეს, თუმცა მის სიკვდილზე პასუხი ამ დრომდე არავის უგია. იმ დღეს თითქმის ყველაფერი კამერების წინ ხდებოდა. ჟღერდებოდა მუქარა. 500 კაცზე მეტი არ არის საჭირო, პიდარასტებს 100 კაციც ეყოფა, მაგრამ მაინც 500 საკმარისია. კამერების წინ იგეგმებოდა ძალადობა, კონკრეტული ნაბიჯები. 500-600 კაცი გამოვიყო ქუჩის აქედან მხარეს და დავიძრათ მაგათი ოფისისკენ. კამერების წინ ხდებოდა დაგეგმილი ძალადობის განხორციელება.
კამერების წინ იხეოდა ევროკავშირის დროშა. მოძალადეებმა კამერების წინ ჩაიდინეს ყველა დანაშაული. კამერების და რაც მთავარია, პოლიციელების თვალწინ. გენაცვალეთ პოლიციელებო, გენაცვალეთ, კარგები ხართ ბავშვებო. ჩაადრიალე ეს პოლიცია აღარ არის ხახნო, ჩვენ გვერდით დგას პოლიციაც. აი ხედავთ სადმე პოლიცია თითოეულ როლას თუ დაინახავთ. იდება უფალს. პოლიციამ მოქალაქეები და ჟურნალისტები არ თუ ვერ დაიცვა ეს ცალკე გამოძიების საგანია დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში. თან იმ ფონზე რომ სამართალდამცავები მოძალადეებს 5 ივლისს კერძო საკუთრებაში შესვლის უფლებასაც კი აძლევდნენ, სადაც ისინი ძალადობის წინასწარი განზრახვით შედიოდნენ. მთავარი კითხვაა, რა ბრძანება ჰქონდა იმ დღეს პოლიციას მიღებული. არ შევდივარ და ვნახავ თავაერთი ვინ არიან და სად არის. 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების ქუჩაში თარეშით საქართველოს კონსტიტუციით დაცული რამდენიმე უფლება დაირღვა. იკვეთებოდა სისხლის სამართლის კოდექსის უამრავი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულიც. აღარ ვსაუბრობ ადმინისტრაციულ გადაცდომებზე. თანასწორობის უფლება, აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლება, საკუთრების უფლება, შეკრების თავისუფლება, ადამიანის ღირსების უფლება, სიცოცხლის ხელშეუხებლობის უფლება. ეს მხოლოდ კონსტიტუციის დარღვეული მუხლებია. შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებს, ძალადობისკენ მოწოდება, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ჯგუფური ძალადობა, მუქარა, დანაშაულის პროვოკაცია, ჯგუფის მიერ პოლიციელზე ძალადობა, ხულიგნობა, შეკრების და მანიფესტაციის წესის დარღვევა. ასევე პოლიციელების არაშესაბამისი გადანაწილებისა და არასაკმარისი რეაგირების გამო გამოძიება უნდა დაწყებულიყო გულგრილობის მუხლითაც. არც ერთი ამ მუხლით გამოძიება არ დაწყებულა. ქართულმა ოცნებამ გამოძიება მხოლოდ 3 მუხლით დაიწყო: ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და ძალადობის დროს სხვა პირების საკუთრების დაზიანება და საჩვენებლად რამდენიმე ადამიანი მისცა პასუხისგებაში. მათ მინიმალური სასჯელი შეუფარდა და ნაწილმა მალევე დატოვა საპატიმრო. გარეთ დარჩენილები კი პირდაპირ თბილისის საქალაქო სასამართლოში იწევდნენ ადამიანზე ძალადობისკენ. რაც მთავარია, არ დასჯილა არც ერთი ორგანიზატორი. პრორუსულმა ალტინფომ მოგვიანებით პოლიტიკური პარტიაც ჩამოაყალიბა და არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. უკრაინაში რუსეთის სასტიკი ომის დაწყების შემდეგ კი მათი და ქართული ოცნების ნარატივი სრულ თანხვედრაში იყო. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ ჩავერთოთ იმ ომში, სადაც წინასწარ იქნება გადაწყვეტილი ყველაფერი. სამწუხარო. დამთავრებული უკრაინა აგებს ამ ომს კატასტროფულად. ასევე ქართული ოცნებისა და ალტინფოს წარმომადგენლები ერთხმაში აშავებდნენ და ლანძღავდნენ უკრაინის მაღალჩინოსნებს. LGBT აქტივისტი შეიძლება ასეც ითქვას, ვინც აყავთ უკრაინას პრეზიდენტად. როგორ უნდა იყოს ზელენსკის მთავრობის მიმართ სოლიდარული და გაგაჩნდეს რაიმე კარგი გრძნობა? უკრაინელმა ხალხმა ვლადიმერ ზელენსკი როგორც ქვეყნის მოღალატე ისე უნდა გაასამართლოს. ერთი ჩვეულებრივი ვიგინდარაა, პირდაპირ გეტყვით, რომელიც შემთხვევით მოხვდა ხელისუფლებაში. შეეხება პოდოლიაკს, მე მაგალითად სიტყვა ვიგინდარა შეიძლება არ მეთქვას, მაგრამ არის უნამუსო ადამიანი. უკრაინის ხელისუფლების ეს წარმომადგენლები არიან პირდაპირ პროვოკატორები. მოგვიანებით ქართულმა ოცნებამ საკუთარი პრორუსული დაჯგუფება შექმნა და ალტინფოს საქმის კეთება პირდაპირ მათ გადაიბარეს. ანტიდასავლური რუსული ნარატივების გავრცელება ოცნების მიერ გამოგონილმა ოპოზიციამ ხალხის ძალამ აიღო საკუთარ თავზე. ასე აქცია ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს რუსული ჰიბრიდული ომის ტერიტორიად, თესას სიძულვილი და რადიკალიზმი წლების განმავლობაში მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ მოამწიფა შავრაზმული განწყობები და შემდეგ მისმა პრემიერმა ძალადობას მწვანე შუქი აუნთო. დაგეშილი და წახალისებული ბრბოკი პირდაპირ ქუჩაში დაერია ადამიანებს და სასიკვდილოდ გაიმეტა. პრემიერის აზრით არ ჩასატარებელ აქციაზე დალეწეს აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები, მოკლეს ლექსო ლაშკარავა და ეს ყველაფერი მოხერხდა იმ ხელისუფლების პირობებში, რომლის მთავარი პრიორიტეტიც ადამიანი უნდა ყოფილიყო. ჩვენ გვპირდებით, რომ ადამიანი ჩვენი ხელისუფლებისათვის მთავარი ღირებულება იქნება. ადამიანი რომ ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი არ და ვერ იქნებოდა, ეს უკვე მის ხელისუფლებაში მოსვლამდე ცხადი უნდა ყოფილიყო, როცა საარჩევნო სპეკულაციებს 9 თვის ბარბარე რაფალიანცის სიცოცხლე შეეწირა. თუმცა ამის შემდეგ გავიდა 14 წელი და ამ 14 წლის განმავლობაში ქართული ოცნების ძალადობრივი პოლიტიკის შედეგად უამრავჯერ დაარბიეს, დაასისხლიანეს და დაიჭირეს პროდესავლური აქციის მონაწილეები. ადამიანებს დღემდე იჭერენ აქციაში მონაწილეობის ტროტუარზე დგომის გამო და ახლა უკვე მათ მიერ მიღებული კანონების თანახმად გაჩნდა შესაძლებლობა, რომ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქე ციხეში გაუშვან სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტისა და კომენტარის გამო.
შეურაცხყოფასაც მიაყენებენ სხვებს და გალახავენ კიდეც საკანონმდებლო ორგანოში და ამის გამო ცხადია არავინ დაისჯება. არა, ცოტათი სასაცილო ამდენად გამახვილება გამოძიებასთან დაკავშირებით იმ ფონზე თუ როგორც გითხარით, რომ სამწუხაროდ ესეთი რაღაცები ძალიან ხშირია. პლანური სასამართლოსა და მართლმსაჯულების პირობებში სამართალი ისე მუშაობს, როგორც კოდს მოესურვება. ჩვენი ოცნებების ასრულებას გაუმარ! რუსული კანონების უდანაშაულო ხალხის მუდმივი დაჭერის დასისხლიანების ქვეყნის დასავლური ორბიტიდან მოშორების ხალხის გაღარიბების ფონზე კი ოცნება წიგნის ყდებით შენარჩუნებულ იდენტობაზე გველაპარაკება. ყდებზე იქნება ეროვნული ღირებულებები წარმოჩენილი. ქიმიის სახელმძღვანელოზე ყდაზე იქნება ქართული ღვინის წურვა წარმოდგენილი ტრადიციული, რომელიც ქიმიურ პროცესთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ფიზიკის სახელმძღვანელოზე გვექნება ჩვენ ელგუჯა მეძმარიაშვილის ის უდიდესი გამოგონება, რომელმაც კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრი წარმოაჩინა და ესაც ჩვენი ერის მონაპოვარი არის. ბიოლოგიის სახელმძღვანელოზე ქართული მარცვლეულის 5 თავთავი ქართულ ენა ლიტერატურაზე მაქსიმალურად ეს არის იოანე ზოსიმეს წიგნი წარმოდგენილი, ისევე როგორც წარმოდგენილი არის ვეფხვისტყაოსანი და ასე შემდეგ. ანუ ეს ეროვნული კომპონენტები შემოგვაქვს. ამის იდენტობა იქეთ იყოს და 5 ივლისს მივუბრუნდეთ. ამ დღეს სხვადასხვა მედიის 53 წარმომადგენელი გახდა თავდასხმის მსხვერპლი. აქედან ერთი გარდაიცვალა და კიდევ ერთხელ, რომ არ გაჩნდეს სივრცე სპეკულაციისთვის, არის თუ არა ეს ხელისუფლების პირდაპირი დანაშაული, კიდევ ერთხელ უნდა აღნიშნო, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და გახმოვანებული. წინასწარ დაგეგმილ ძალადობაზე ოცნების, ანუ ივანიშვილის ხელისუფლებამ ადამიანების დასაცავად არაფერი გააკეთა. პირიქით, წაახალისა კიდეც და 5 ივლისიდან ზუსტად 5 წლის თავზე ისევ არ არის დასჯილი არც ერთი ორგანიზატორი. ამ ძალადობის დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილე არც ერთი მთავარი პირი. და 5 ივლისი დარჩა ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღედ, ლექსოს, ადამიანის უფლებებისა და ქართული დემოკრატიის მკვლელობის დღედ. ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატია.